რელიგიურ წიგნებში წერია, რომ ვინც იესოს, ანუ ისა შუამავალს არ აღიარებს შუამავლად, ის მუსლიმი ვერ იქნება. თუ ეს სიმართლეა, მაშინ რატომ ამბობ, რომ მისი მიმდევრები, ანუ ქრისტიანები ვერ შევლენ სამოთხეში? ერთ-ერთმა ასეთი პრეტენზია გამოთქვა. დიახ, ისლამის რელიგიურ ლიტერატურაში ამის შესახებ წერია, თვითონ ყურანშიც ძალიან ბევრ ადგილას არის მოხსენებული შუამავალი იესო, როგორც ალლაჰის შუამავალი, ალლაჰის რჩეული ადამიანი და ვინც მას არ აღიარებს, ვინც მას პატივს არ სცემს, ის მუსლიმი ვერ იქნება. არ აღიარებს როგორც ალლაჰის შუამავალს და არა როგორც ალლაჰის შვილს, ან როგორც ღმერთს. ნახეთ, აღიარებასა და ცნობას შორის განსხვავება არის. ჩვენ მას ვაღიარებთ როგორც ალლაჰის რჩეულ შუამავალ ადამიანს და არა ღმერთის შვილს და არა ღმერთს. ვინც ასეთნაირად არ აღიარებს, ის ვერ იქნება მუსლიმი. ხოლო მისი მიმდევრები, ჩვენ აქ ჰქონდა საუბრები, რომ სამოთხეში მხოლოდ მუსლიმები მოხდებიანო და აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეს შეკითხვა. მისი მიმდევრები, რომლებიც თავის დროში მისი ერთგული მორწმუნეები იყვნენ, ისინი არ ამბობდნენ, რომ ის არის ღმერთი. ის არის ღმერთის შვილი. ეს შემდგომ განვითარდა ასეთი ხედვა, ასეთი რწმენა და ვინც თავის დროში სწორედ ირწმუნა და სწორედ მიჰყვა მის სწავლებას, ისინი რა თქმა უნდა შევლენ სამოთხეში. აქ საუბარია იმაზე, ვინც შემდგომ გადაასხვაფერა, შეცვალა მისი სწავლება, მასზე ჩამოვლინებული ღვთიური წიგნი და შემდგომ ამ სახეცვლილის საფუძველზე ცდილობს მისი რელიგიის, მისი მოძღვრების გაგრძელებას და აღიარებს მას როგორც ღმერთად. სწორედ ამათზე არის საუბარი იმ ჩვენს წინა გამოსვლებში, სადაც თქვით, რომ მხოლოდ მუსლიმები მოხდებიან სამოთხეში და სხვა ვერავინ.